მოგესალმებით, ეს თინა მახარაძეა, ეგრეთ წოდებული ეროვნული ბოზი. არის ფიქრობთ, რომ ეს სტატუსი მას მე მივანიჭე. მე ვარ ეროვნული ბოზი. აი, ეროვნული ბოზი და სექსის ქალღმერთი. ნამდვილად არ ვაპირებდი დღეს თქვენთან თინა მახარაძეზე საუბარს, მაგრამ მაშინ, როდესაც სახელმწიფო, კონკრეტულად კი განათლების საერთაშორისო ცენტრი ბიუჯეტიდან აფინანსებს თინა მახარაძის სწავლას $150,000, ანუ 400,000 ლარზე მეტით, მაშინ ფიქრობ, რომ არამც თუ საუბარი, არამედ განგაშის ზარიც კი არის ასატეხი. ეს ყველაფერი ხდება იმ ქვეყანაში, სადაც ათასობით ბავშვი შიმშილობს და სამწუხაროდ მათ უმრავლესობას ცხელი პური ენატრებათ. გუშინ ძალიან მშია და მაგრამ დევიცინე. იმიტომ რომ პური გამხმარი იყო და ბიჭები მათკინა და ვერ შევჭამდი. ჩემი მეზობლის ბავშვი ლაბიოჭამდა და დიდი გაიზარდა და მე ვერ ჭამდა და ვიარები პატარა. ჩვენს ქვეყანაში ასევე შიმშილი ზღვარზეა მეცნიერები, მასწავლებლები, ხელოვანები. სულ ახლახან გადაიცვალა ბრწყინვალე ხელოვანი არჩილ ჩიხლაძე, რომელიც სამწუხაროდ სიცოცხლის ბოლო წლებში უბრალოდ სიცივესა და შიმშილს ებრძოდა. ეს დაძველებულია სარიეთი კვირისა. ხენკალი არის ზუსტად პირველი საუკეთესო, მაგრამ დამავეწოდა უკვე. ამ დროს კი ჩვენ ბიუჯეტიდან, ანუ ხალხის ფულიდან ვაფინანსებთ 400,000 ლარით ეროვნულ ბოზს, მაშინ როცა იგი შანსს არტოვებს, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს ქრისტიანებს და მათ შორის არა მარტო მართლმადიდებლებს. მე მგონი მაგასაც შეეშალა ის თავის დროზე, მეტი კონკრეტიკა იყო საჭირო. აი დაეწერა არა კაც, ქალ, ტრანს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კლა, მაშინ ოკეი, გავიგებდით. მიაფუჩეჩა. ეკლესიას და სარწმუნოებას რომ თავი დავანებოთ, ქალბატონმა თინამ საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველაზე წმინდათა წმინდა, საქართველოს დროშაც კი წაბილწა. ამ ყველაფრის შემდეგ თავად განსაჯეთ, თუ საით მიგვაქანებს ჩვენი ხელისუფლება. დასავლეთისკენ, დასავლური ფასეულობებისკენ, ევროპისკენ, დემოკრატიისკენ თუ ოხლოკრატიისკენ.